შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თბილისის მერს მიმართავენ. მოთხოვნა ასეთია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს გათვალისწინებული იმ პირებისთვისაც, ვინც ეტლით გადაადგილდება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აცხადებენ, რომ ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული და თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეძლოს დედაქალაქში უპრობლემოდ გადაადგილდეს. აქცია მერის შენობასთან იმართება. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერს პროექტის განხილვას თხოვენ. შევთანხმდით, რომ ყოველ 2 საათზე ჩვენი წარმომადგენლები და მერის წარმომადგენლები დაждდებიან და დაიწყებენ ხვალიდანვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ტრანსპორტის და გარემოს შესასვლელად. თუ ესე არ მოხდება, ჩვენ კიდევ ვიხილავთ უფრო დიდ და ფართომასშტაბიან და სხვადასხვა სახის აქციებს. გაიცა ის დაპირება, რაც გულისხმობს იმას, ყველა თუნდაც ერთი ავტობუსი, რომელიც შეძენილი იქნება ავტოპარკის განახლების, ყველა აბსოლუტურად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და ასევე ჩამოვაყალიბეთ მუშა ჯგუფი, სადაც შესული იქნება როგორც ჩვენი წარმომადგენლები, ასევე მათი წარმომადგენლები და ვიმუშავებთ იმაზე, რომ ის შეზღუდული რესურსი, რაც დღეს გვაქვს ჩვენ თბილისის ავტოპარკში ავტობუსების, გადავანაწილოთ ქალაქის სამარშრუტო სქემაზე ისე, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი იყოს, რომ თქვათ იმ მინიმალური რესურსითაც მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შესაძლებლობა ქალაქში გადაადგილების.